კომპანია Georgian Water and Power ინტენსიურ სამუშაოებს ატარებს საგურამოში მაგისტრალზე, რომელიც დღეს დილით ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო ავარიულად დაზიანდა. სისტემურმა ავარიამ ასევე დროებით შეაფერხა Georgian Water and Power-ის საგურამოსა და ნატახტაში განთავსებული სათაო ნაგებობებისა და სატუბო სადგურების ფუნქციონირება. ამ ეტაპზე არაგვის ხეობაში უკვე აღდგენილია საგურამოსა და ნატახტრის წყალსადენების და სატუბო სადგურების ფუნქციონირება. ასევე მიმდინარეობს წყალსადენის მაგისტრალების წყლით შევსების პროცესი, რაც დამატებით კიდევ რამდენიმე საათს მოითხოვს. შექმნილი ვითარების გამო წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს ვაკის, საბურთალოს, გლდანის, თაწმინდის და კრწანისის რაიონების ნაწილს. ჩამოთვლილი რაიონებისთვის წყალმომარაგების აღდგენა დღეს 18 საათიდან საღამოს 23 საათამდე ეტაპობრივად მოხდება. ოპერატიული სამსახურები მუშაობენ და მაქსიმალურად მოკლე დროში შეესწებიან აღადგინონ დაზიანება. ამის გამო მნიშვნელოვან ნაწილს ქალაქ თბილისში შეუწყდა წყალმომარაგება, მაგრამ დაახლოებით საღამოს 6 საათიდან 23 საათამდე ეტაპობრივად მოვახდენთ აღდგენას წყალმომარაგებაში.